მატალები. მატალო შემატლა მატალო. საღამო მშვიდობის ახალი ხნებო. რა საღამო 10 საათია. ღამე მშვიდობის. როგორ ახართ? აი, მატალები იყიდა გიორგი, აი ესე. ხალხო. ჰარიბო. თვალებიც აქვს. თვალებიც აქვს და აი აქ ხო თეთრია ესა. აი ეს არ არის ზოგი თეთრი არა. ეს ხო თეთრია. გამჭირვალე. აქ გეგონება სისხლია. ეს თვითონ ფერადი ყოფილა. მე მეგონა შიგნით აქ შიგთავსი რაღაცა. ორი ესეთი ფორმისაც არის, ფერისაც არის. რა ვახართ კი არის და რა ვახართ. აი რა ვახართ. აი როგორ ხართ ხალხო. რა ფერხართ. რა ვახართ. ვინ წონია? წვანე? როგორ? გამოგიწოდე მათხოვარი ვითხელი მეთქმე მაძლევები. შაკაისუნიაკ. წითლიანი არის. ის უწითელი. მალა. ასე ხილის არომატით არის, ა? ხალხო, კომენტარებში დამიწერეს ვინ აქ შალა ნერვებზეო. ვინამ გუში. ვინამ შალა ნერვებზე და ჩემი გიო და ვერო და ხალბატონი ნელი ბებო ვინა აშალა ნერვებზეო. თა მირიხინებულმა იმანო. ეგ სახეს თვითონ ნაწერიდან ვეტყობა რომ თავი აქვს მირიხინებული. ოდა. ვინა ქშალა ნერვებზე და გვაპარაზა? ვიღაც უკუღო მართმა, გაუნათლებელმა, ყოლელი სამართლებს და მაწყვიტა ნერვები. შეშლილმა, კინაღო გადავიდივე. რომელიც არ უნდა დადიოდეს დედამიწაზე. დადიოდეს, მაგრამ აზრი ქონდეს გონება. დამაწყვიტა ნერვები ხალხო. მე ხო იცით, ეგეთ ხალხზე ძალიან არაადეკვატური ვხდები. ისინი დათვებია. იმედია რამე ისეთი ცუდი თუ წამოუწდა ბოდიშიც გიხდით თქვენ ხალხო. იმას არ ვუხდი. ის იმსახურებ და რამე ცუდი თუ წამოუწდა. ხანდახან ხალხო ასე გვაგალეჯენ ხოლმე ნერვებს. არა, უბრალოდ იცი რატო გავბრაზდი. იქენი. როცა ყოლეს რატო მიცა, აი იმიტომ გავბრაზდი თორე და ახლა ყველას თავისი აზრი აქვს, ხო? აზრი აქვს თავისი გავიგე, მაგრამ ყოლებს უნდა აფასებდე კი არა და აფარებდე ხელს. დათვები ყოფილი. რებია? დათვები. დათვები? ო. ყოლეს ნამდვილად ხილი უნდა დააფარო. კიდევ შენი იყოს. ჩემი საკუთარიც რო იყოს მკვლელი, ხო? და ვინმე მოკლას. ჩემი ხელით დავაკლავთ იმაზე რა ქვია, მივაყოლებ თან.
მეცნიერო წუხი ფილღამ იმას ოფიქრო. რატომ აფარებს ყველ ხეს 17 წლის ანგელოზი ბავშვი მოკლა. სიცილის გულისთვის თან. ხო. სიცილის გამო. ჯერ ზოგადად სულ დამნაშავე იყოს ვიღაცა არ უნდა მოკლა. აღინდა. მე აღიჭერ და გონი ისე ყოლა. ჰა? რანე? მე აღიჭერ და გონი ისე ყოლა. ისე ყლაპა? გადამ. ნუ კაცავოვიდა მე. ეს არის ოქი ქარი ყოქ. ისმით. წავიღო ხალხო. წავიდეთ გონი ქორთი უყავართ. ხო. მაშინ ფულა დამკარში. ფულა დამკარში შესულა შეიძლება. უკან ვიღარ ფულა დამკარში ჯერ ესეთი რა მინდა. ყველა გიჟი გადარეული იქ მიდის. ვინც გაიქცევა იქა სამალისა. ახინის არომატი ყოფილა. ხალხო, ეს ჰარიბო მე მეგონა გერმანული და თურმე ავსტრიული ყოფილა. ავსტრიიდან ისო გამოგგზავნოს გონი კარგი იყო ის. ესეც იყო? გონი იყო. ეს იყო ჰარიბო იყო? მე მგონი მე ვიცი. აღარ მახსოვს. ავსტრიული ყოფილა ხალხო. ავსტრიული თუ იყო არ ვიცოდი, მე გერმანული მეგონა ამდენი ხანი. ეს ცხილის არის. ხო, ხილის არომატი. მე რა აი ხილი აგერ არახათი რა. ხილები არა მატალებია. მატალებია? ეს მატალების არომატით არის. თარავა იმას აშურები არა ქვია. მიკრიჯებია რა ეს მატალების არომატით არის? მატალები. ავსტრია. ესე იგი თურმე ავსტრიული ყოფილა. არ ვიცოდი. მაგრამ პრინციპში არც არაფერი აქვს განსხვავება გერმანიასა და იმას რა ქვია ავსტრიას. აუსტრია. ნუ ხაჭრჭინებ არის ხა. დადევია იმის თავზე და მე წაი. ის თავზე. აი მადე დადევი. დავდოთ პიანინაზე. აი, აგეთხარა ნერვები წუხელი. გუში. დედა ჩემი წყვილზე გადავიდა. ო. დღეს თველი დღე იმას ლაპარაკობს. ძიმი ეს რა პირა მართლებს. დედა ბებია ჩემ დღე იმას ზახის. ეს როგორ ამოვიდა პირიდან? ეს როგორ დაწერაო? მართლა ეგ მიკვის, ეგ როგორ დაწერა? აი ხალხო, ბოდიში და არ მიყვარს ეს სიტყვა და ვერ ვიტან, ყველაზე მეტად ვერ ვიტან ამ სიტყვას რო იძახიან. ეუბნებიან ერთმანეთს. მაგრამ გიორგი დავიწყი დავისხე ეს გამიტკბილიან და ის მეძანება გარეთ წასულა. ამაში წყალი თუ იყო რატო არ მითხარი? იყო წყალი. გადავისხი და ეს ამოვატრიალე გადავისხი მეთქი და დამესხა. უფ. ხო, აი. ხო, მაგას ვამბობდი. ერადონის დებილი უნდა იყო ადამიანი. ეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ მსგავსი რაღაცა მოგივიდეს აზრად. აზრად თუ მოგივა კიდე. რაღაც აწერა და სხვას რაღაც ეუბნები შენს იმას აშუები ატყობინებს შენს სიდებილეს, და უტვინობას. თან ისიც სრულად აწერა, ჩემ ბიჭს ვცემდიო. აჩი აღარ მინდა და მომეშრება მაგამცა რამდენჯერ გამომეღვიძა ხალხო აი იმაზე ფიქრობდი ხო? აი ფიქრობდი იმაზე რომ აი რადონის ადამიანი ამ დილას კიდე სიზმარში ვნახე. ოღონდ ვიდეოს კი არ ვიღებდი.
ისე წიმეჯდა მე დგა და მეჭუბებოდი ვითომ წარმომიდგა რომ წინ მედგა და მეჭუბებოდი და ვიღაცები მაკავებდნენ რო არ დომილი ჩავფრენილი ყავი და მეტრიატები არა უბრალოდ έτσι ხალხო რა უნდა ვიცი აი ახლა მე მაგაზე კი არ ვიცახი აი თელი რამ გამომეგვიძებოდი და ვფიქრობდი ხო რო ის არის რა ქვია აი ასე უწინო ადამიანი რა უნდა დაიბადო რომ მან ყოლელი გაამართო ყოლელი აი როგორ უნდა ამას თავი დავანებოდ დღეს ხალხო რამდენჯერ TikTok-ი და ის Facebook-ი ავსკროლე და რამდენჯერ ის იმ ახალგაზრდა ბიჭის 17 წლის ბიჭის შემდგა რა ქვია სურათი იმენჯერ წევლე კიდეც იკაცი ვაგინე კიდეც ყველაფერი იმდენჯერ ყველაფერი გლახა გამახსენდა იმასე და ერთიც არ აცდეს რაც მე ვთქვი და რასაც კიდე ბევრი ამბობს უმრავლესობა კიდე საბედნიეროდ უმრავლესობას ტვინი მაინც შეგვრჩა აზრი განსხვავებული აზრი გვაქვს დაიცავ ჩვენ დროს რამდენ როდის ის 90-იან წლებშიო ხო გვამები მიყავდათ იმაზეო რა ქვია ხო სასიამოვნო სადარბაზოში აი ყობა სიამოვნებდა მაგას ალბათ რა ვიცი მე არ ვიცი ყოლელობა როგორ არის სასიამოვნო ადამიანო ალბათ სიამოვნებდა რა ვიცი მე არ ვიცი ხო და რომ მოყავდათ ეს გვამებიო ღამე მოყავდათ ალბათ მე რა ვიცი და მანე გახსენებაზეც კი მარჟიალებს დილით ბავშვები რო სკოლაში მივდიოდითო ჩამოვიდოდითო სადარ კიბეებთან გვხვდებოდაო ალბათ სიამოვნებდა დანახვა ვაი და ჯერ ეგეთი ჩვენ საქართველოს არასოდეს არ გამილანწყია ვინც გასალანწყია ქართველიც გაილანწყება ფრანგიც გაილანწყება ამერიკელიც გაილანწყება და ის რა ქვია ყველაერი ვინც უმსგავსო არის ეს ქართველია მაგრამ სულ გასალანწყია უზავშიცე ვინც ის არის და აი მე მარტო გიორგი კი არა აი ამ წუთში ის ხალი რომ ჩემ წინ დამდგარიყო და აი ის აზრები ელაპარაკა ხო გეფიცები თუ არ ჯამეწყოთავში რაღაცა ჩავარტყამდი მე ალბათ ჩემ ბებია ჩემიც ისე გაცხარდა და გაბრაზდა რომ ჩააფრინდებოდა იმას სიბაჭში ხო ჩააფრინდებოდა ისე უთყავდა მე რა ვიცი არა არ აქცია ეს უჯერა სივა გაწვა და სიცივე თქო ო ალბათ რომ ჩააფრინდებოდა ითრევდა იმ თვებიდან და იხვევდა ხელზე თუ აქ საერთოდ თვები ხო და როგორ მე არ ვიცი ალბათ ისე ურტყამდა რომ ვაიმე დედამიშველეო იძახებდა თუმეტეს დეჩემს გადარევა ო ბებია ჩემის გადარევა რომ ჩააფრინდებოდა ისე სხვათა შორის მაგით ბებია ჩემს მეგვარ აი წყობიდან გამოდია ეგეთი რაღაცა უაზრო რომ ცუდი ის რომ ესმის რა ქვია ლაპარაკი წყობიდან გამოდივარ ვცდილობ რომ იქაურობას გავეცალო აი ჩემს წინ რომ ვინმე მსგავსი რაღაცა თქვას ან ჩავაფრინდები და იმ სიფათს გავუკრევ ან კიდე ისა იმას ვიზავ რა ქვია ან კიდე გავერიდები იქაურობას და კიდე ერთი დილას ერთი გოგო იძახო და ინდოელი ბიჭი და გოგო იყვნენ იმაში რა ქვია სავარჯიშოის რო არის ფიტნეს დარბაზი ხო მაშინ იყვნენ ხო და ვიღაცა ქართველი იმას ასხავდა რა ქვია ყარანო იმას ასხავდა დუხს ხო რა სახები ქონდა მე იმ გოგოს ალბათ იმას აქნე იფიქრა ის ვერ არის თავის მატორზე ვიღაცა იმ ბიჭის და გოგოს ადგილზე რომ მე ყოფილიყავი ხო იმას კი არ იმას ვიზავდი რა ქვია ისე კი არ გავატარებდი რომ მივიდოდი და შემოვცხებდი გემერიელად იმას რა ქვია იმ დუხს თუ იხლის დეზადორი იყო თუ რაც იყო ჩავთხრიდი პირში პირდაპირ გადავაკლაპებდი მთლიან ბოთლით რომ მივიდოდი ჩავაფრინებოდა გალეჯავდი ერთს გემერიელს უბი და დავიტარება არ შეიძლება უნდა მოთმენად ბევრი და რო კითხოს ადამიანმა რო კითხოს
ყველაზე სტუმართ მოყარეები ჩვენა ვართ. არა, უბრალოდ არ შეიძლება. ეს გავსი რაღაცა როგორ შეიძლება. ქართველისაც ბევრს ასდის ცუდი სუნი. და ბევრჯერ მქონია ტრანსპორტში ეგ შემთხვევა, მაგრამ არა უნდგაროა და ამის სხია დუხები და ისინი რა ქვია. მე და რა ხარი გვაქვს? გავგრილდით, ძლივს ვენტილატორი არ გჭირდება. და კიდე ადამიანს სხვათა შორის კანზე სუნი რო აქვს, ეგ იმის გამო არ არის, რო არ იბანს და ან რამე. კანს ზოგადად თავისებური სუნი აქვს. ეგ ყველას აქვს აბსოლუტურად. ჩვენც კი მათ შორის. ის სხვათა შორის თავს ზოგადად რო არ დაიბან, ზოგი რო თავს არ დაიბანს, რამდენიმე დღე, ისეთ საზიზღარი მწარე სუნი ასდის თავზე, თმაზე, რო რა ვიცი. კანზე სხვათა შორის, ისე მწარე სუნი ასდის სხვათა შორის ზოგადად ზოგს. ეგ ყველას აქვს, კანს აქვს თვითონ. ალბათ აქვს რამე რაღაცა ისეთი ისა შიგნით კანის ქვეშ არის ისეთი რაღაცა, რომ სუნს გამოხობს თავისებურ. და რო არ დაიბანო ალბათ საერთოდ ისეთ სუნი აგინდინდება, რომ გვერდზევე დაგიდგება ვერავი. უბრალოდ გინდა სუნი ქონდეს, ეგრე არ შეიძლება, იმიტომ რომ ეგ არ არის კარგი, ეგ პირიქით ქვეყნის რეპუტაციაზე ურტყავს იმას რა ქვია. და იმ გოგოს კიდევ ეთანხმები რაცა თქვა. ქურდების სახელით გვიცნობენ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ქართველებს პირადად. აი მათ გამო, იმ ქართველების გამო იტალიაში თურმე ვიღაცა ჯიბის ქურდი დადის კაცი, ქართველი. ქართველი ყოფილა. არ მეგონა ქართველი. დადის და იმეებში რა ქვია, ტრანსპორტებში, მეტროში და იმეებში იბარავს. ჯიბებში უწვდის ხელს ვიღაცა და ფულებს იბარავს. საფულეებს. რამდენჯერ გამოათრიეს იმიდან, რა ქვია. ტრანსპორტიდან. მეტროდან გამოათრიეს რამდენჯერ. და მე ვიღაცა რაღაცას რო ეტყვის იტალიელი, ხო? აქეთ აგინებს ქართულად. თან ქართულად რო იგინება. სულ რატო გააფრინეს გამაგებინა? კი ყველა ერთია გაფრენილი, მაგრამ ყველაზე მეტი გაფრენილი ჩვენ რატო გვყავს? ჩვენ სხვაზე ვიძახით გაფრენილია თქო, ჩვენები უარესები არიან ხალხო. ვის გვერდით გვიწევს ცხოვრება? არ ვიცი. არ ვიცი, რა საზოგადოება გყავს არ ვიცი. ძალიან მიყვარს. მე ისე ვაკეთებ უარეს დავიმართებ ახლა. გაჩერდი. ეხლა მას რო უყურებ, ხო? მინდა რომ ასე ვაწვალო და ავხიო. მინდა რომ ავხიო. ნერვებს მიშლის რომ ხედავ. სისხლი უნდა რომ მოიწყო. ხო, ვერ არის ეს ხო. მინდა რომ სისხლი მოვიდინო ხოლმე. აი პირადად მე ვერა ვარ გონი. მივიყინებული თავი. ეგრეთი ისაა. ჩვევა. აი მე რა ვთქნარება ამ. აი კოღოს ნაკბენიც რომ აქვს, იმ დონემდე ვიფხან ხალხს, რომ ის არის რა ქვია. სისხლი მომდის ხოლმე. არ მისმის. აი რა ვიცი, მე ზოგი ხალხი თუნდა გაგიჟდა, რა ქნა ვეღარ გავიგე რა. ძალადობას როგორ უნდა, კვლელობას როგორ უნდა დააფარო ხელი. თარმით უმეტეს სიცილის გულისთვის მოკლა 17 წლის ბიჭი. რომელსაც მომავალი ეხლა უნდა აეწყო. და სტუდენტობაც უნდა ეზეიმა. ვერ მოესწრო და ორი რამდენიმე დღეში კიდე დაბადების დღე უნდა ეზეიმა 18 წლის იუბილე. და ვიღაცა ნაგავმა და შეშლილმა და გაგიჟებულმა და გადარეულმა მოუსწრაფა სიცოცხლე და
დაბადების დღე კი არა აღანიშნინა. ქელეხი გააკეთებინა. აი საცოდავი იმის მშობლები, იმის მშობლების ადგილზე, ხო? იმასაც ხო მოვკლავდი. არ მოვითხოვდი გამოუშვან და ჩემი ხელით მოვკლავდი და წავიდოდი ციხეში. და კიდე იმას ვიზავდი, ვინც მაგ მკვლელს ამართლებს. და იმასაც ზედ დავაყოლებდი კიდე. მარა იცი რა არის? ეგეთისთვის სიკვდილი ძალიან ის არის, ძალიან დიდი საჩუქარია. ისე უნდა გაუკეთო, რომ სამუდამოდ მთელი ცხოვრება არ დაავიწყდეს. ისეთი რაღაცა უნდა გაუკეთო. აი მე არ ვიცი რა გასულელა. თუ დღეს რამდენმა დაურეკა თავის 17 წლის შვილს. და ერთ-ერთმა არ უპასუხა დედას. სამწუხარო ხალხნურაც ქვეყანაში ხდება. მაგას თავი დავანებოთ არ გვინდა. დავიდა ღალი უკვე ამდენი იმითი რა ქვია. ტკიცები და იმითი, მაგრამ მაინც ვერ აგებიებს. რას გააგებინებ, ამათ რას გააგებინებ? და თავი უნდა დაანებო, მეტი გზა არ არის. არანაირი სიტყვა ამათთვის სიტყვები არ აჭრის, საერთოდ. ამათ რაც ესმის იმ ენაზე უნდა ელაპარაკო, მეტი არაფერი. უბრალოდ არ შეიძლება. ახლა ქარი გვაქვს. ხო მართლა ის არის რა ქვია, წყალი ყოველდღე მოგდით თუ ისავა რა ქვია. დღე გამოშვ. ყოველდღე თუ მოდის რამდენი რომელ საათამდე ეყოლი. დღე გამოშვებით მოდის ხალხო წყალი. ზაფხულში თუ არ მოასწარ, თუ მოასწარე ან ბოთლების გავსება ან რაღაცების გავსება, ავზების და რაღაცების. ხო, დარჩები წყლის გარეშე. ზამთარში დილიდან საღამომდე დღე გამოშვებით მოდის წყალი და. ხო, ზამთარში ნახევარჯერ სულ აღარ გვაქვს წყალი. ხო, კანდახან საერთოდ არ მოდის. ზამთარში კიდე ღამეც გვიანობამდე ღამეც წყალი მოდის. ხო. ზამთარში არის. და დაჟე ღამე რო აი შუა დღეზე რო დამწყდა რა, ღამე მოსულე წყალი ისევე. დილით სავსე და ხვედრია ავზი. ავზი. სავსე კი არ გადმოსული. ზამთარში კი გჭირდება წყალი, განა არ გჭირდება, ზამთარშიც გჭირდება წყალი და ბანაგინდა ისკინდა. ზაფხულში რო გჭირდება, მაგრამ დღეში რამდენჯერ უნდა გადაივლო წყალი არ ვიცი რა. მე პრინციპში ზაფხულში მარტო კი არა. ზამთარში ძალიან ბევრი წყალი მჭირდება. სანამ აი თმას ჩამოვიბან. ალბათ კიდე დიდი ხანი რო გავჩერდე აბაზანაში, თლიან ავზს დავცლი. ორი ავზი არ მეყოფა მე. თან ტონიანი. ხო, ტონიანია. ტონიანი ავზი რო არ მეყოფა, ესე იგი რა ვიცი. ინდეს ვიხეხავ ხოლმე ხალხო ტანსაც, თავსაც, გეგონება ცემენტის ქარხანაში მუშაობ და მტრიანი ვარ. ისე ვიხეხავ ხოლმე ტანს რო ანტუ სახელი და გვარი ვარ გამოდივარ იმიდან აბაზანიდან. გამოდიხარ? სახელი და გვარი. სახელი და გვარი გავჩები ხოლმე მარტო იმდეს ვიხეხა. ნებინ წყალ დავლია და გავჭი. მეც. ეს ღარიბო თუ რაღაცა ამას რომ ჭად წყალსავსო ქვეყანას. ღარიბო მესახელი შეუწვალე. ისე დიდრებისთვის არის ესეთ შემოღებული. დიდი ისა რა ქვია, დიდი რა, იმაში ნახევარი ყრია. ცოტა მოზრდილი. ღარიბო შვიდილარი ის ხალხო.
699 რაღა თვისაწერია 699 ბარემ 7 ლარი დააწერე. დამრუხე 7 ლარი იყოს ბარემ. ხალხო ადეკვატური ფასები ხო შეიძლება რაღაცას გქონდეს. არა ადეკვატურია ყველაფერი. ყველაფერი აფრინს. ინდონემდი აფრინს. რო მიდის ასტრალში. მაღლა. კოსმოსს სდება. აქედან ახლა ვიყურებს მთვარე. მთვარს მიკრავს. ბრეთ კარგი დღეს ვენტილაციები არ გვინდა. დღეს ღამე ვენტილატორი არ მინდა. არ გვინდა. არ გვინდა ნამდვილად. აი სიგრილია. ამდენზე ვართ. აი მე ჯერ 26-ზე ვარ. რა ხრობა არის ამდენი ხა. მე რა ვიცი. ხანდახალი წინით მიდის და გავიპარსებ დამაში დამჩენი აი ამ ადგილას უყურე. შორწერია მოგია და გაგაგა. აქ დამჩენია. რა არის აქ აწვერია მომდის ამაში. ამაში სქემა აქვს. აჰა უყურე დედა რაღა აქნა. მაგრა გავიპარსი ძალიან. ამაში დამჩენია აი ლუყებზე. რა გავიპარსი კი მაგრამ ეს გავიპარსე მარტო. მარტო ესა. უცხოები დამჭა. ამაშიც. აგაც არჩენია, აგაც ამბ და აგაც არჩენია. არა გაქა კარაფერი. აი, არაფერი არა გაგუდნო ღინღლი. მე ღინღლი როი, ღინღლიც უნდა მოიპარსო. ნეტა რა გავიპარსე ხალხო? სარკეში ვიყურები. სარკეში ვერა ხედავ გონი, დედა რაღა აქნა. ეს მჭირდება რა ქვია? გამადიდებელი ლუპა. უკარკა დავიდა ხო ხოლმე. ლუპა რა დრუპა. ლუპა ზუპა. ლალა ლუპა. ზუპა ზალუპა, ლუპა ზალუპა. ხალხო იცით ლუპა ზალუპა? მიგონა. რაღაცა აი გაკეთებული რაღაცა პერსონაჟია, მხელა ტუჩები აქვს. აქ გასული. დიდი. ლუპა ლამპოლაცა და მაკი არა, კარც წარბებია, კარც თმა აქვს. მე რა არის აბა. ლუპა ზალუპა. ლუპა ზალუპა. აი მე და გავიჭრიპე ის მწყურია წყალი და ახლა ვიღარ. დალიე. არა. ნახა დავხდის მე. აბა როგორ წყური არანაირ, როგორც წყალი გლაღა დაგხდის. ფერი რომ მომივა რაღაცნაირად ავარ. რანაირად? აი ძალა მოგამოცლილი წყალში. ვი შეკავო. პირველად გავიგონე. ქვეშეკალო შენი ჭირიმე. პირველად გევიგონე ეს. რა ტავიკეთი. ვი შეკაიო ლავა ტავიკეთი. ხალხო რა ხდება თქვენსკენ რა ვახარ რა ვახართ კი არა რა ფერი ხართ რა შვებით რა ხდება ახალი არაფერია მგონი რა ხდება ახალი და ყოველ დღე იმანის მოკლა იმანის გადაკლა იმანის ჩააგდო იმანის გადააგდო იმანის ცემა იმანის მიბეგვა ყოველ დღე იგენი ისმის დავიღალე უკვე ნერვები აღარ მაქვს იმანის გააჩინაც იქ გაჩნდა ცეცხლი აქ ის დაიჭირეს ის გადაიჭირეს ის გადააგდეს იმას ის იქ მიცხრილეს ის აქ ჩაცხრილეს ის მოგცხრილეს რა ვიცი დავიღალე უკვე სერიალებში თუ რომ მიცხრილ მოცხრილ ვარ ყველგან ხო რა ყველგან დუშ დაშ დუშ ყველგან იარაღებს ატრიალებენ ხალხო რა დაში ბახბუხ ბიხ ბახბუხ იმანი დაარტყა ამას დაარტყა იმანი მაგ დაბეგვა იმას ის დახვდა და რაღაცა ჩაარტყა
უკვე ინტერნეტში შესვლა აღარ მინდა და წაკითხვა ხალხო. დავიღალე პირდაპირ. და კიდე რა მინდა თქვა ხალხო. ამ TikTok-ში და Facebook-ში მარტო მე მხვდება ეს შიშველი რუსების სურათები თუ თქვენც. სურათები და ვიდეოები დავიღალე უკვე. როხრობა. წეგან როგორი ჩაი. რა მარი ჩაი იძრო წეგან ჩავიდა ტაბა. თან იმას კი არ იმას არშვებაერიდება სხვა ტურისტებიც რო არიან და ბავშვებიც რო არიან იქით. იმას კი არ ერიდებიან ხალხს რო რა არის შიშველი ხალხი წინტრაკი კაცების და ქალების სურათები მე რატომ ხვდება მაინც და მაინც და ვიდეოები კიდე თუ თქვენც ხვდებათ თუ მარტო ჩემთვის არიან ისინი ხალხო მარტო ჩემთვის იხდიან თუ რა თელეფორიუ გადავსებულია ჩემი TikTok-ის ფორიუ მაგათი იმებით რა ვიდეოები დავიღალე უკვე აი როგორ არის ერთ ხროვავს ხროლა ეგიდუნაშვილის არ იყოს ადრე ეგიდუნაშვილმა მომაძულა თავი დავბლოკე ახლა ესენი ერთავს ხროლავ სხვა რაღაცას ამომიგდებს ცეკვას რაღაცა ცეკვას ამომიგდებს აქვს ხროლავ კიდე აქვს ხროლავ ცეკვას ამომიგდებს აქვს ხროლავ კიდე დედა ეგიდუნაშვილის ლაივები აღარ ამხდება დავისვენე და ის იმების ლაივები TikTok მათხოვრების ლაივები აღარ ამხდება ჰა გონი აღარცა დებდნენ რა ვიცი ყველა დავბლოკე აბსოლუტურად რაღაცა მეც აღარ მიგდებს რაღაცა ყველაძის ვიდეოებსაც აღარ მიგდებს და მე მგონი იმას აკრეს რა ქვია უეცად გვერდები უბეზრდა ხალხსაც ხალხმა გაზარდობინახა ერთი პერიოდი და ახლა კიდე აღარ არის როგორც იმას აი მაგალითად ეგიდუნაშვილს ხო ურიცხავენ ახლა ურიცხავდნენ როგორც დარბაიძეს ურიცხავდნენ და პალეონი ჭამეო და რაღაცეებიო დასცინოდნენ მაგ უბედურს ისე დასცინოდნენ მაგასაც მობეზრდა ხალხი უკვე მე ეს ეგიდუნაშვილი რო ახალგაზრდა ბიჭებს არის გადაკიდებული ხალხი ერთ ბიჭს ეუნებოდა ახალგაზრდა ბიჭს მიყვარხარო შენი ცოლობა მინდა გადი ქალო დამანებე თავი მოშორდი მომწყდი თავიდან აკე ვიდანო სიროგოზოებია იმას იმისგან აყავს ვარღი რა ქვია ვისა რა ქვია ირმაინაშ რა ირინა ირინა როა ო ირინა პაპილომა როა ეგ ვიღაცა ბიჭისგან აყავს ო იქ სახში ყავდი ვიცი რა ქვია იმის გიორგი თუ რაღაცა ქვია რავი რა ქვია რაღაც სახსახელი ქვია არ ვიცი ერთი მათხოვარი კიდე ეგ არის რა ჩემი არ არისო ისი და ხო ჩემი არ არისო ის არისო რა ქვია ჩემი არ არის ბავშვი და იქ კი დაუჯდა და მე რა ვიცი მამიკოს ეძახეს იბა ო ჩემი არ არისო დაბავისია ჩემი ჩემი სინამდვილეში შენი სინამდვილეში არის სინამდვილეში ჩემი არ არის და საერთოდ თავისია ხო ჩემი არ არისო იძახოდა და რა ვიცი ქეგავს ისე იბიჭდა იბარა აბა ჩემია ჩემი სულ არ არის ჩემი სულ არ არის იბალღი და რა ვიცი მე სახლი მიაყიდა იქა რაჭაში გაყიდა იქ გაყიდა სახლში ქვეყანა კატები ყავდა იმ სახლში დატოვა ის კატებიც მიაგდო როგორც იციან ხოლმე მიაგდო ის კატებიც იძახოდა ხოლმე ჩემ კატებს არასოდეს დავტოვებო ყველაზე მეტად ესენი მიდგარ ამ ხარშიო და ყველაზე მეტად მეგობრები ესენი არიანო ისინიც კი მიატოვა იქ დამოვიდა თბილისში მე მგონი ხალხის კისერზე კირას იხდის არსად მუშაობს მე რა ვიცი გოგო ეკა გოგო კი არა და ქალი მართალია არსად არ მუშაობს
ეს უშუალოდ მოუშვა. ამეგიდუნაშვილის დედა კიდე უბედური მაგის ხელში. კიდე დაიცადი ახლა კიდე რა მინდოდა თქვა. ვიღაცა ბავშვია, hi guys, მოგესალმებით. TikTok-ში? არა, TikTok-ია თუ რასად იყო. დღეს რო ჩავდეთ, ხო? რა TikTok-შიც იყო გონი. TikTok-ში ძდებს ვიდეოებს მე მგონი, ხო? Hi guys. მაკიაჟს რო იკეთებს. ხო. ხო, ეგ TikTok-ში. რა დრო იმის ისო მაკიაჟს იკეთებს? Hi guys. საერთოდ hi guys რას ნიშნავს იცის? კონსილერიო, ისაუ ტონალურიო, ისაუ კიდე რა ქვია ჰაილაითერიო, ბრონზერიო. მე მგონი დიდმა ქალმა არ იცის ბრონზერი რა არის, მაგან იცის. იმ შობელი სად არის გამოკლევდა? ხალხო, ჯერ სარკეს ვერ აწვდება და ის იცის უკვე ბრონზერი და შმორონზერი რა არის და ტუჩი საცხი რა არის და ის რა არის კიდე რა ქვია მაგას ტაშია თუ ტუშია თუ რა ქვია ტუში ქვია ხო ხალხო ხანდახან მე ვახოლ მე ტაში ტუში ხანდახან ტაში ტუში ტიტიტიტიტიტიტი ახლა მიგავაფრინე ხალხო მგონი ამდენ გაფრენილებში მე მგონი მეც გადმომედო რაღაც ხო და იმან არ იცის დიდმა ქალმა რა არის შმრონზერი და ბრონზერი და ჩრდილი და ტუში და ისა კიდე ტუჩსაცხი ხო და კონტური კიდე თუ ამას რა ქვია აქ რო იგეთებენ ხოლმე ასე მელის თვალებს რო იგეთებენ ხოლმე ლაინერი ხო ჰაილაინერი თუ ლაინერი ხო ის არის რა ქვია ხო სარკეს ვერ აწვდება ის იცის გოგო და მე რო იქ ვიყო ხო ჯერ ხო იმ მაგის მშობლებს დავბეგვავდი კარგად მე ბავშვს დავაყოლებდი ზემოდან რა ჯანდა შენაბეგო დასაბეგვი არ არის დედა რა ჯანდაბათ უნდა 9 წლის ბავშვს ტონალური და შმონალური და მაკიაჟი კიდე make-up get ready with me from school ჯესეთის ნორმალურად ვერც ლაპარაკობ მგონი სკოლა რა უბედურება არის სკოლაშიც კი მებიტადიან ხალხო მაკიაჟით ციგნები არ დააქვთ მე მგონი მაკიაჟის ნივთები დააქვთ იქ დედა რა უხარობა არის მაკიაჟი ბავშვზე 25 წლის რო გახდე აი 17 18 აი 16 17 18 ხო დიდი არის შეიძლება რაღაცა გაიგეთო ხო დიდი არის გაიგეთო ხო მაგრამ უფრო ზემოთ კიდე და პატარა 9 წლის ბავშვს რა თუნდა მაკიაჟი თავიდაც ხინეს ვქნიათ გიორგი მაგრამ ნამდვილად არ შეიძლება სადაა მაგდროს მშობელს თვალები ჯერ ისეთი რატო ყიდულობს მაგიებს მიხატული აქვს იმაში რა ქვია მიხატული აქვს მამასაც და დედასაც თვალები ორივეს ხო შვილებს რო ყურადღება მიაქციონ ტელეფონი ვიღაც სკროლონ მე მე მგონი თავისი შვილის ვიდეოს თავის შვილს TikTok-ში უყურებენ დედა მე რამეს დაუწერ რო რაღაცა დაუწერ შენი საქმე არ არის შენ დებილ თავს მიხედე და შენ გაუნათლებელ თავს მიხედე იმას გეტყვიან გაუნათლებელს კი არა რომ მოვიდე მოვალ ხო რომ წამოგარტყა მაგ ყურის ძირში საერთოდ მიგასხამევინებ მაგ იმაზე თვლის რა ქვია სულ საქმე აბაზანაში თუ სადაც აყარ მაგ სარკეზე მიგასხამებ ტვინს იმ ხელას ჩაგარტყავ რომ გაგაყარ ვაფშე იმებს რა ქვია რაც რამე წაგსმული გაგზეთ ბრონზერი იქნება თუ პუდრი იქნება რაც იქნება
ეციამათ არ უყურებ. წაიგრძელეს აქ ენები. აქეთ ლანძღვაზე გადმოდიან. მე შენთვის გეუბნები რა სამ ლანძღავ ვერ გავიგე. შენა თქვი. მე დავუწერე ხო ერთ ბავშვს და შენ დებილ გოინდა იმას მიხედეო რა ქვია. გოინდა დებილ თავს და გაუნათლებელ თავს მიხედეო. ეგრე მოგწერა. ხო. ვაიმე. რა კარგა უთქვია. ეგრე გიჯობს. მე არ გიჯობს, ძალიან კარგად დაუწერე. მე კარგად იმას აგვენშვილო. ეხლა რომ მოვალ მან დათქო. რო წამოგარტყავ მაგ კეფაში თქვა, გაგაყრევინებ ყველაფერს, რაც რა მიწაიში თქო. და მე ბოდიშიო ეგარონა მე თქვა ადმინდო და მაგის თქმაო. ადამიანო. რა ის ბოდიში? კარგა გიტყვი, უზქვია. რა გეკითხებოდა? როგორ არ მეკითხება მე ყველაფერი მეკითხება დედა ეგეთ რაღაცებს რო გაგეკეთებინ. არ გეკითხება შენ. ესე კვლელობას რო ჩადიან ისიც არ გვეკითხება წესით. კვლელობა კაცო. მე ბავშვი რო თავს სახეს იფუჭებს და თავს იფუჭებს კი არა და იფუჭებს ის არ გვეკითხება ხო? არა გეკითხება როგორ არა მეც. ჩემი შვილი რო იყოს ხო? ვაიმე. აბაზანაში არ შეუჩვევი იმაში მიდან არ გამოვაღებინებდი თავს ციგნებიდან. და ის დედა დროზე. ახლა ნუ პარაკოფ შენ ზედმეტებს სანამ გაგლახავს ჯოხით კეფაში. აქეთ არ გავლახო. აი ცუდა დავლიო წყალი და არ დავლევ და მაინც ასავს. ეგრა პონტია ვერ გავიგე. მაინც ასვამ. უი, დავიხარ. ოკეი. დედა რამდენი წყალი კაპელი უნდა დავლიო რომ გავალინდე წყალი დავლიი. კაპელი. აი გამაინეიტრალე. დაი. კაპელი. ეს გაგალეიტრალე. კაპელი გამაინეიტრალებსო. დედა რაღავ. ფლახად არის საქმე. ფლახად არის ხალხო საქმე. აი რაც იქნა გადმოვიდი ქვეყნის წყალი დავლიი. ყოველ საღამოზე ცენტრში სიარულმა დამღალა უკვე. მე ხვალ აღარ მოწავიდე, აღარ მოვჭამპურს ერთო და თქვენ გეყოფათ რაც არის. შეწუხდი. არ გვეყოფა მე მაინც მომიწევს ასვლა. მე წავალ მარტო. სად? იქ. მარტო არ არის. ვერ წავალ? როგორ დახვალ მაგრამ? მე? რა შემჭამს ისა ცენტრში ვინმე თუ ის არის ამული აქვია. გიენები კი არ დადიან იმაში ცენტრში. ვინ შეჭავს კაცო? მე რა ვიცი. შავა ლიბრეში? შევა ლიბრეში, ვიყიდი პურს ამოვალ. ვისა აქ ორი თავი რამე მიითხრას. ჯერ ეგ რატო უნდა გითხრა რაღაცა თქვი. არის გინევი და არა ლანძღავთ. ჯერ ესეთი რატო უნდა ვლანძღო ტყუილაზე, როცა არაფერს მიშავებს. ისე კარგად დაგიწერა იმ ბავშვში შენ რას გითხრა როგორ? შენ გაუნათლებელს თავს და დებილ თავს მიხედეო. ეგრე მოგწერა? ხო. მე არ ვთხარი მე ვინა ვარო? ჰა? არ ვთხარი? როგორ ვინა ვარ? ისა იუთუბერი ვარ თუ არ მე ვთხარი? არ მithქვია ეგ ამარა, ის არის აქვია. შულო, არ შეიძლება ეგეთ რაღაცეებს რო იცვალ. იფუჭებს თავს თქო. ქიმიაა ეგ ყველაფერი თქო. და ისაო რა ქვია. ბუდიში მაპატიეთ არ მინდო და მაპატიეთ ბიძიაო თან. რა ის ბიძია? ვერ ახარ შულო შე. ბებენი გამომიყვანა. ბიძია ხარ ახლა იმასთან. ვინ გაუნათლებელ თავს მიხედე? 8 წლის არის ბავშვი. აი მე რასასაცილო. არადა მშვენიერი ლამაზი ბავშვია. რა თუნდა ის რაღაცეები? როგორ გითხრა გიო? შენ გაუნათლებელს თავს მიხედეო? რა კარგა უთხოვს. აგრი აი. კარგა არ უთქვამს დედა. კარგა გითხრა, აბა რას უწერდი? უდოდა და ისვამდა იმ ბავშვს. მაგრამ ნამდვილად არა, მე ხუმრობ ახლა მართლა.
მე თურმე ეგ მესიჯი იმას ეგ კომენტარი უნახე დედამის მამამის უბრალოდ უჩხუბია ბავშვისთვის რატო ცოდო უჩხუბია ბავშვისთვის ჯერ ესეთი მაგას რო ისვავ რა გინდაო რატო ისვავ მაგებსო და მართალი გითხრა ამ ადამიანმაო თურმე ეგრე უთქვა რა გინდა რო ისვავ მაგებს და იმას აშვებიო რა ქვია შენთვის დაგიწერე ეგაო ხო და ის არის რა ქვია ბოდიში მომიხადა მე ძალიან დიდი ბოდიშიო მაგისი თქმა არ მინდოდა გრაღად გამომივიდა ძალიანო მე ხეთო გამოგივიდა გუშინდელისა არ იყოს ვიღაცა უცხოელი კაცი იყო მაღაზიაში გადამიარა ხალხო და დამეტაკა გადამიარა I'm sorry I'm sorry რა თქმა უნდა როცა გადამივლი რა გინდა ბოდიში მოგიხადა გადამჯეგა და რაღა ბოდიში გადამჯეგა კი არა გადაჯეგილები არ გეტყობა რაღაცა გადაჯეგი ხუმრობ უბრალოდ შენ კიდე რა იყო და მე ვუთხარი it's okay თქო მაგრამ სხვანაირად სხვა ალტერნატივად შეიძლებოდა მე თქვა მაგალითად no problem no worries შენი ინგლისური ორგერი უსტავდია და ერთი ამას უყურე რამე თუ იცი აბა თქვი მითხარი ერთი რაღაცა რო არ ვიცი არ ვიცი მე ხო და რო ვიცი გაჩუნდი ვახ ერა მოდერავ თუ არია არ წავიდიდიო გავკუსლოთაი წავალ ახლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე თორე უკან საპონით გაქვს ჩამოსაბანი ჭრილობა საპონი კი არა მაქვს ჩამოსაბანი ჭრილობა მაქვს ჩამოსაბანი საპონით ჩამოსაბანი გაქვს ჭრილობა თუ აბა რა ვთქვი ეს თუთმიალაით ახლა კიდე ამან დამიწყო ახლა რა უხრობა ენა ბოდიში თქო რომელი ენაზე არასწორად გავიგე რომელი ენაზე გერმანულ ენაზე როგორ ეს თუთმიალაით შენი გერმანულად აქცენტი არ აქვს არ არის საჭირო რო ვინმე გაიქცევა მოვაბრუნებ ან თუ ვინმე გამლაძღავს კარგ სიტყვას ვეტყვი და დამთავრდება ქართულად ეს ვეტყვი რაღაცას და გემრიელად რო ვიცით ხოლმე ლანძღვა ხო იცით ქართველებს გემრიელი ლანძღვა გვაქვს სხვა ენაზე იმდენად ლანძღვა არ გამოდის კარგად ქართულად ის არის მაგრად რა ქართულად ძალიან მაგრად არის ქართველებს ყველაფერი კარგი გვაქვს მაგრამ სამაგიეროდ რა თქინდა ვერაფერში გამოიყენებ ქართველებიც წესით კარგები ვართ მაგრამ უმრავლესობა ქართველები კარგები ვართ ძალიან რაც კარგები ვართ ჩვენ ვართ ქართველები რა აგრები ძალიან ოღონდ მართლა არ შაყირობ ახლა თქვა მართალი თქვი საქართველოს ლამაზია და კარგი ბუნება გვაქვს საოცარი ენა გვაქვს საოცარი სიმღერა გვაქვს საოცარი არა რა გინდა ცეკვა გვაქვს ტრადიცია საოცარი რეტიგი ხანდახან არ ვიყენებთ მოდი ახლა წავიდეთ ახლა დედა რა გინდა ვიღაცა რუსი ჩამოვა და გვიბილწავს იმას რა ქვია ტრადიციასაც და ადათსაც და ყველაფერს დაგემშვიდობებით ახლა ხალხო მომავალ ვიდეომდე დოემ თვარის ყურებაში უკვე თვარე მეუბნება რომ უნდა წახვიდე დროზე ატვირთო ვიდეო თორე მე ჩაგეძინებაო და კარგად მეყოლებედეო კარგად იყავით მაგრად იყავით ღამე მშვიდობის
ბედნიერი ღამე და ბედნიერი დილა გამით. საქართველოში მიცხართ ხალხო ღამე მშვიდობისა. ამერიკაში მიცხართ ახლა მე მგონი შუა დღეებში. შუა დღე არის. თქვენთან გონი თუ არ ვწდები. არ ვიცი უბრალოდ. ევროპაში მიცხართ წესით ან შუა დღე ან დილა უნდა იყოს. თუ რაღაცა ხო სადაც რა დღეც აქვს იმ მშვიდობის რა ვიცი მე. რომელი საათიც არის. მე ხო ვერ გავიგერო რომელი ის გითხრათ. რა ქვია ჩვენ სხვა დროსა ვართ, თქვენ სხვა დროსა ხართ, მე ვერ გავიგე რა გითხრათ და ის მშვიდობისა რა დღეც აქვს. რა დროც აქვს ხარ. აბა ჰე, კარგად. ადი დაბრუნო აქედან. ვაიმე დედა, ფეხი გამიბუშდა. ვაიმე. მაიმეთე. უკრთულ დაუჯდებია დგომა მეზარება. დიდი ბუშდა. Bye.